1708 წელს ინგლისური გემის გლოსტერის კაპიტანმა გემის ჟურნალში ჩანაწერი გააკეთა. ჰორიზონტზე რამდენიმე ათეული აფრიანი გემისგან შემდგარი არმადა გამოჩნდა. ზოგიერთი მათგანი იმდენად დიდი ზომისაა, რომ არც კი ვიცი რა ვიფიქრო. ქვეყნის დროშებს ვერ ვარჩევ. რამდენიმე ხნის შემდეგ ჟურნალში კიდევ ერთი ჩანაწერი ჩნდება. გემები ისევე გაქრნენ, როგორც გამოჩნდნენ. უდაბნოში სიცხისგან გათანგული მოგზაურები ხშირად ხედავენ ხოლმე თუ როგორ ჩნდება ჰორიზონტზე ჰაერში მოლივლივე ულამაზესი ქალაქების სილუეტები, ან ცივი წყლით სავსე ტბები, ან მწვანე ოაზისები. ზაფხულის პაპანაკებაში, როცა მანქანით ქალაქგარეთ მიემგზავრებით, ალბათ შეგიმჩნევიათ ასფალტზე თქვენგან 70-100 მეტრის მოშორებით წყლის გუბეები, რომლებსაც როგორც კი უახლოვდებით, ისინი ეგრევე ქრებიან. სიცილიის ქალაქ მესინაში ყოფნისას გავიგე ძალიან საინტერესო რამ, რომ თურმე ლეგენდარული და ჩვეულებრივი ადამიანებისათვის უხილავი კუნძული ავალონი ამ ქალაქიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, ანუ მესინის სრუტეში მდებარეობს. ჭყალებში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მას ვერავინ ხედავს. მესინის სრუტე ყოფს სიცილიას კონტინენტური იტალიისგან და სწორედ აქ ამ ავალონზე ცხოვრობს მეფე არტური, ლეგენდარული მეფე და მას ემსახურება ულამაზესი ფერია სახელად მორგანა. იტალიელებმა მის სახელს წინ ფატა წარუმძღვარეს და მას ფატა მორგანად მოიხსენიებენ. იტალიურად ფატა მორგანა ნიშნავს ბედისწერას და როგორც ბოროტ ფერიებს, მაგრამ ლამაზებს შეეფერებათ, ფატაც საკმაოდ ცუდად იქცეოდა ხოლმე. იგი გემების ცხვირწინ აღმართავდა ილუზორულ კლდეებს, გემები ცდილობდნენ რომ ამ კლდეებისთვის აევლოთ გვერდი და ხვდებოდნენ ავალონზე. ავალონზე კი მათ კარგი არაფერი ელოდათ. ყველა ზემოჩამოთვლილ მოვლენას ჩვენ მირაჟს ვეძახით, ასევე მას ჰქვია ფატა მორგანა და ეს გახლავთ ძალიან რთული ოპტიკური ილუზია, რომელიც ჩვენ გვაჩვენებს იმას, რაც სინამდვილეში არ არსებობს. და ეს ყველაფერი გამოწვეული არის ატმოსფეროს ეშმაკობებით. კერძოდ, როდესაც მიწის ზედაპირი ან წყლის ზედაპირი არის მკვეთრად გრილი, ხოლო მის ზემოთ ჰაერი არის მკვეთრად თბილი, ამ დროს ხდება გარდატეხა შუქის და ძალიან მარტივად რომ ახსნა და ძალიან სიღრმეებში არ წავიდეთ, ჩვენ ფატა მორგანა, იგივე მირაჟი გვაჩვენებს შორს განლაგებულ რაღაც საგნებს, რომლებსაც იგი ჰიპერტროფირებულად ზრდის, ცოტა ჩვენთან ახლოს მოყავს და ასე გვიქმნის ილუზიას, რომ ჩვენ მივემართებით სადღაცა წყლისკენ, ან ოაზისისკენ, ან ქალაქისკენ. სინამდვილეში კი ისინი არ არსებობენ, ან თუ არსებობენ ძალიან შორს აქედან. მირაჟი მე სხვათა შორის მონღოლეთის სტეპშიც მაქვს ნანახი და არაერთხელ დაჭერა უნდა ხოლმე მას დიდხანს არ გრძელდება სტეპებში ყოველ შემთხვევაში და მე იგი რაღაც მომენტში მოვიხელთე, აი თქვენ ხედავთ აი ფოტოზე მასზე დიდი არაფერი ჩანს, ჩემის აზრით ეს უბრალოდ რაღაცის ანარეკლია, შეიძლება მიწის ზედაპირის, რომელიც აქედან ცოტა მოშორებით არის და ახლა გამახსენდა რომ ამ სლაიდის ასაკი 40 წელზე მეტია. სლაიდი ალბათ თანამედროვე ახალგაზრდებმა არ იციან რა არის, ეს გახლავთ პოზიტივი ფირი, გამჭვირვალე ფირი, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირდა საბჭოთა კავშირში და მისი შოვნაც ძალიან რთული იყო. იგი ღირდა 5 მანეთი, მისი გამჟღავნება ღირდა პლუს კიდევ 5 მანეთი და წარმოიდგინეთ 36 კადრი, თუ ბედი გაგიღიმებდათ და 36 კადრს გადაიღებდით და არა 32-ს, გიჯდებოდათ 10 მანეთი, როდესაც მაგალითად ჩემი საწყისი ხელფასი, როდესაც მე ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა, იყო 90 მანეთი, ანუ ჩემი ერთი თვის ხელფასით, თუ არაფერს არ შევჭამდი, არაფერს არ ვიყიდით და მხოლოდ ფირებს ვიყიდით, შემეძლო 9 ფირი მეყიდა სლაიდიც და ამიტომ რა თქმა უნდა თითოეულ კადრს ვფრთხილდებოდით და ყოველთვის ვიღებდით ხოლმე კარგი დაფიქრების შემდეგ. ფატა მორგანა სხვათა შორის ყველაზე ხშირად ჩნდება სწორედ კეთილი იმედის კონცხთან, რომელზეც მე ვისაუბრე და სადაც ფრინავ ჰოლანდიელს ძალიან ხშირად ხვდებიან. სამწუხაროდ იმ წინა ვიდეოს არ აქვს
ბევრი ნახვა, რატომ არ ვიცი, თემა ძალიან საინტერესოა, მე მასზე ბევრი ვიმუშავე და თუ თქვენ მას გადააზიარებთ, თუ თქვენს მეგობრებს ურჩევთ და ახლობლებს რომ ნახონ, იგი კარგი იქნება, იმიტომ რომ დღევანდელი თემაც ფაქტიურად იმ წინა ვიდეოს გაგრძელებაა. თუ მირაჟის ახსნა კიდევ შეიძლება რაღაცა ფიზიკური კანონებით, არსებობს უამრავი ამოუხსნელი და აქედან გამომდინარე ნამდვილად მისტიკური ფაქტები იმისა, თუ როგორ პოულობდნენ ადრე და დღესაც პოულობენ სხვათა შორის ეგრეთ წოდებულ ხომალდ მოჩვენებებს. ამ მართლაც აუხსნელი და ხშირ შემთხვევაში შიშის მომგვრელი მოვლენებით სავსე არის ნაოსნობის ისტორია, მისი ქრონიკები და მე მინდა დღეს მოგითხროთ ორ მათგანზე, ორ ყველაზე ცნობილ ფაქტზე, რომლებიც ეხება ხომალ დაჩრდილებს. 1962 წელია და ინუპიაკების ტომის მონადირეები გასული არიან სელაპებზე სანადიროდ ბოფორტის ზღვაში. ზღვაში გასვლიდან 2 საათის შემდეგ ისინი დაახლოებით 1 საზღვაო მილის მანძილზე მათი ნავიდან ხედავენ საკმაოდ დიდი ზომის გემს. ხვდებიან რომ გემი თლათ ნორმაში ვერ არის, იმიტომ რომ საკვამურებიდან კვამლი არ ამოდის. ბორტზე არავინ ჩანს მიუხედავად იმისა, რომ გემი დიდია, სიცოცხლის ნიშანწყალი არ არის და ამიტომ ისინი გადაწყვეტენ რომ ცოტა ახლოს მივიდნენ გემთან. მიდიან გემთან ახლოს, მის კიჩოს უახლოვდებიან, ანუ უკანა ნაწილს და საოცრება. გემს სახელი აწერია და გარკვევით ჩანს ეს სახელი ბეიჩიმო. რატომ გაუკვირდათ და რატომ დარჩნენ პირიქით დაღებულები ანუპიაკები, ანუ ის ადგილობრივი ტომის ხალხი და რატომ ატყდა პრესაში ვაიუშველებელი ამ ფაქტის გამო. ამაში რომ გავერკვეთ, კარგად ბლომად უკან უნდა დავიხიოთ. 1914 წელს შვედეთის ქალაქ გოტენბურგის სამგემცენებელი ქარხნის კედლებიდან ზღვაში ეშვება თანამედროვედ აღჭურვილი სათვირთო გემი, რომელსაც ენა გასატეხი სახელი ჰქვია, მოდი მე ვეცდები ეს სახელი გამოთქვა, ანგერმანლფვენ. ჩრდილოეთის ზღვაში ჩადის ეს გემი და მიემართება ჰამბურგისკენ, იმიტომ რომ იგი ჰამბურგულმა სავაჭრო ფირმამ იყიდა. და ეს ფირმა ჩვენთვის ცნობილი არის აი ამ ვიდეოდან. აუცილებლად ნახეთ ეს ვიდეო, ძალიან საინტერესო ვიდეოა და ამ ფირმას ჰქვია სახელად რიკმერს. რიკმერსმა კიდევ უფრო დახვეწა ეს გემი, დაამატა 2 ძრავი, პლუს გაამაგრა შიგნიდან კარკასი და ეს ენის გასატეხი სახელი შეუცვალა ალვინით. ალვინმა ჩრდილოეთის ზღვაზე დაიწყო ტვირთების გადატანა, ძირითადად დანიაში, შვედეთსა და გერმანიას შორის დადიოდა იგი. გემი რეპარაციის სახით 1921 წელს გადაეცა დიდ ბრიტანეთს. ბრიტანელებმა იგი ჯერ ჯართად დააპირეს მისი ჩაბარება, მაგრამ შემდეგ ნახეს რომ ის საკმაოდ მკვიდრად და კარგად ნაგები გემი იყო და ამიტომ კანადის ჰუძონის კომპანია, საზღვაოსნო კომპანიას მიყიდეს იგი, უпроსორად გადაცეს ფრახტში, ასე ეწოდება, როდესაც გემი იჯარით გადადის ვიღაცის ხელში და მას სახელად ალვინი შეუცვალეს, რა თქმა უნდა, და დაარქვეს ბეიჩიმო. ბეი ნიშნავს ყურეს, ხოლო ჩიმო ინუპიაკების ენაზე ნიშნავს გამარჯვებას. ბეიჩიმომ დაიწყო კურსირება კანადის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, მას ძირითადად გადაჰქონდა საკვები, მედიკამენტები, ხელსაწყო იარაღები, ტყვია-წამალი იმ პორტებში, სადაც ხდებოდა ბეწვეულის რეწვა. გემი საკმაოდ კარგად იქცეოდა, ძალიან კარგად ართმევდა თავს ურთულეს ყინულებით დაფარულ ოკეანეში გადაადგილებას და სხვათა შორის ჰუძონის ყურის კომპანია კინაღამ საკუთარი სიხარბის მსხვერპლი გახდა. მათ ახალგაზრდა საბჭოთა მთავრობას 1924 წელს შესთავაზეს, რომ საერთო პორტი გაეკეთებინათ სახალინზე, საიდანაც ისინი გამოიტანდნენ ციმბირში, უკვე რუსეთის ციმბირში ნაწარმოებ ბეწვეულს და სწორედ ბეიჩიმო აიღებდა ამ ვაჭრობას თავის თავზე. და როდესაც დაათვალიერებინეს ბეიჩიმო
რუსებს ძალიან მოეწონათ და როგორც ჩვევიათ ხოლმე მოლაპარაკებების ან ყიდვის გზით კი არა პირდაპირ გატაცება განიზრახეს და გატაცება ეგრე არ უნდაო ბრიტანული ეკიპაჟი იყო გემზე მათ დააპატიმრეს ხელბურკილი დაადეს იმ ადგილობრივ ბანდიტებს რომლებსაც შორის იყო სხვათა შორის ადგილობრივი ჩეკას ანუ კგბ-ს მომავალი კგბ-ს განყოფილების უფროსი გაიყვანეს შუა ზღვაში ჩასვეს ნავში ჩაუდეს ერთი ბოთლი წყალი ერთი ცალი პური და გაუშვეს ის ხალხი წავიდა სადგაქრა კაცმა არ იცის ალბათ ვერ მიაღწევდნენ ნაპირამდე იმიტომ რომ ნაპირამდე დაახლოებით 300 მილი იყო ეს დაახლოებით 600 კილომეტრია ბისმარკი ტყუილად არ ამბობდა სხვათა შორის რომ რუსებთან დადებული ხელშეკრულება იმ ქაღალდის ფასიც კი არ ღირს რომელზეც ეს ხელშეკრულება არის დაწერილი ამ თავგადასავლის შესახებ რა თქმა უნდა კანადის პრესამ დაწერა და თვითონ ეკიპაჟის წევრებსაც გმირებად აცხადებდნენ ბეიჯიმომ განაახლა თავისი ჩვეული მარშრუტი იგი დადიოდა სანაპიროზე და გადაქონდა თვირთი მაგრამ რაღაც მომენტში გემთმშობელებმა გადაწყვიტეს რომ ბეიჯიმო საკმაოდ ძლავრი და კარგად შეკრული გემია და მან შეიძლება გაუძლოს კიდევ უფრო რთულ პირობებს მით უმეტეს რომ ერთი წლით ადრე უკიდურეს ჩრდილოეთში თვირთების გადატანას ახორციელებდა სატვირთო გემი ლედი კინდერსლი რომელიც პაკურ-ყინულში ჩაიყინა ამ ერთი წლის წინ და ყინულმა გაჭყლიტა უბრალოდ იგი და გემი დაიღუპა აქედან გამომდინარე იმ პორტებს რომლებშიც მას დაქონდა ეს აუცილებელი სუბსაცარმოვაგე და ტყვია წამალი და ასე შემდეგ ეს პორტები დარჩა მომარაგების გარეშე და აუცილებლად ვიღაცას უნდა მოემარაგებინა ისინი გადაწყდა რომ ეს მისია თავის თავზე აეღო ბეიჯიმოს ახლა მე პაკურ ყინულზე გეტყვით ორ სიტყვას ეს არ არის ჩვეულებრივი ყინულის საფარი და პაკური ყინული წარმოიქმნება ის როდესაც ოდნავი დათბობა წავა ყინულის ზედას ფენა ტყდება ნაწილ-ნაწილ შემდეგ დინება მათ აკუწიწებს ერთმანეთზე და ესეთ თითქოს შეწეპებული ყინულის დიდი ლოდების გროვები იქნება და სწორედ ამ ასეთ გროვაში თუ მოყვა გემი იგი მაშინ როგორც ჩაბეტონებული ისე რჩება ხოლმე და თუ ბედმა გაუღიმა და გადნა ეს ყინული ოდესმე გემი თავისუფლდება მაგრამ როგორც წესი პაკურ ყინულს ახასიათებს შეკუმშვა იგი იგუმშება და ამ შეკუმშვასთან ერთად ჭყლიტავს გემის კორპუსს და რა თქმა უნდა აზიანებს ისე რომ შეიძლება შემდეგ გემი ჩაიძიროს კიდეც ეს დაემართა სწორედ ლედი კინდერსლის მოკლედ აუცილებელი ნივთების და საკვების გარეშე დარჩენილი პორტები შველას ითხოვენ უკვე წელიწადნახევარია გასული და მათ დასახმარებლად გადის ვანკუვერიდან კარგად დატვირთული ბეიჯიმო იგი პირველად ხვდება ასეთ მაღალ განედებში და არა მხოლოდ იგი ასეთ წყლებში მაშინ მხოლოდ ხის გემები დაცურავდნენ სხვათა შორის იმიტომ რომ ხის გემები გაცილებით დრეკადები არიან და ისინი გაცილებით კარგად უძლებენ ყინულების შემოტევას მაგრამ რკინის გემმა აი პირველად ასე ვთქვათ გარისკა და წავიდა ესეთ მაღალ განედებში და 25 წლის ანუ 1925 წლის ივლისში გასული ბეიჯიმო ვანკუვერში ნოემბრის დასაწყისისთვის დაბრუნდა მართალია შელახული ნაცემ ნაბეგვი ყინულებისგან მაგრამ მშვენიერ ფორმაში და მან შეასრულა თავისი მისია ხუთიანზე და 5+-ზეც კი მან უკვე დაიწყო სიარული რეგულარულად ამ მარშრუტზე საკმაოდ სწრაფად დადიოდა ყინულებში თუ ეს ყინულები რა თქმა უნდა არ იყო ძალიან დიდი ზომის იმიტომ რომ მას ჰქონდა განსაკუთრებულად გამაგრებული ცხვირის ნაწილი ასევე ფორმა ჰქონდა ცხვირს ისეთი რომ იგი ადვილად ჭრიდა ყინულს და ის სამი გერმანული ძრავი რომელიც მას ეყენა რა თქმა უნდა ისინიც საკმაოდ დიდ სიმძლავრეს ანიჭებდნენ ამ გემს ადრე გაზაფხულზე მას შეღებავდნენ კარგად მოაწესრიგებდნენ გაწიწიკებული იყო გადიოდა ვანკუვერიდან მაგრამ უკვე ნოემბერში როგორც გითხარით კაი ნაცემ ნაბეგვი დაკაწრული საღებავ ჩამოშლილი ჩამოდიოდა მაგრამ თავის ფუნქციას ასრულებდა და თან გადასარევად 1921 წელია და 25 ივლისს ვანკუვერიდან გასული ბეიჯიმო კანადის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს მიუყვება.
ამ წელს უჩვეულო დაბალი ტემპერატურები იყო კანადის ამ ნაწილში და ის ყინულები, რომლებიც თქვათ ივლისში უფრო ზემოთ იყო ჩრდილოეთის პოლუსისკენ აწეული, ამ წელს ქვემოთ ჩამოვიდნენ. ქვემოთ ჩამოვიდნენ ბეიჯიმო გადის ამ ყინულებში, მაგრამ უჭირს მას უკვე ის ძრავებიც აღარ ყოფნის სიმძლავრესთვის, არც ეს წვირი შველის, არაფერი არ შველის, მოკლედ ბეიჯიმო აგვიანებს კემბრიჯის ყურეში ჩასვლას. კემბრიჯის ყურე ეს არის ბოლო წერტილი მისთვის, საიდანაც იგი უნდა გამობრუნდეს და რომ ჩავიდეს უკვე ისეთი პერიოდია, რომ ჩავიდეს კემბრიჯში უკან ვეღარ წამოვა, იმიტომ რომ უკვე ბუნებრივად დაიკეტება გზა ყინულებისგან. და ამიტომ იგი გადაწყვიტავს, რომ სადღაცა შუაგზიდან უკან გამობრუნდეს, მაგრამ როგორც იტყვიან, ნურას უკაცრავად. ყინულები უკვე კარგა ქვემოთ არის ჩამოსული და სადღაც ბაროუს კონცხთან, ანუ შუაგზაზე ბეიჯიმო უკვე მათ ტყვეობაში ხვდება. კაპიტანი სიდნეი კორნუელია ასეთი, რომელმაც ჯერ კიდევ 24 წელს გაუწია წინააღმდეგობა რუსებს, იგი საკმაოდ მამაცი და შეუპოვარი მეზღვაურია და ცდილობს რომ არ დარჩეს ბეიჯიმო ყინულებში და მათ ზამთარი არ გაატარონ აი ამ მიუდგომელ ადგილებში. პირველ რიგში, იმიტომ რომ ფლად ბოლომდე მომზადებულები არ არიან, მეორე იმიტომ რომ გემფლობელებისთვის ამხელა გემის მოცდენა და მით უმეტეს მთელი ზამთრით დაკარგვა და გაურემონტებლად ყოფნა ზარალია და პლუს კიდევ გემი შეიძლება უბრალოდ დაიღუპოს და ვერ გაუძლოს ზამთრის ყინულებს და ჩაიძიროს. მიუხედავად კაპიტნის და ეკიპაჟის თავგანწირვისა, 24 სექტემბერს ბეიჯიმოს პაკური ყინული შემოუტევს უკვე და იგი ჩაბეტონდება ამ ყინულში. კორნუელი მაინც იტოვებს იმედს, რომ სადღაც ქვემოთ არის ეგრეთ წოდებული სუფთა წყალი, ანუ ყინულებისგან თავისუფალი წყალი და ცოტას თუ გაიჭირვებენ, რაღაცას მოახერხებენ, იქ აფეთქებებით, რაღაცებით ყინულს მოაცილებენ გემს, გააღწევენ, მაგრამ აქაც ყოველზი ნაცარში უვარდებათ, იმიტომ რომ სადღაც ამ გაჭედვიდან მეხუთე დღეს ადგილობრივი მონადირეები მოდიან და ისინი ეუბნებიან კორნუელს, რომ წინ კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა, წინ არის უფრო დიდი პაკური ყინულების გროვები, ამიტომ ჩათვალეთ, რომ თქვენ ზამთარი აქ უნდა გაატაროთო და კაპიტანი გადმოიყვანს თავის ეკიპაჟს, გადმოიყვანს მგზავრებს, 65 ადამიანია გემზე და გემიდან გადმოიტანენ სამშენებლო მასალებს, ააგებენ საკმაოდ მყარ დროებით ბანაკს და 32 ეკიპაჟის წევრი და 11 მგზავრი იწყებს ცხოვრებას ამ ბანაკში. ამ პერიოდში უკვე კარგად არის განვითარებული რადიო კავშირი, ისინი გადასცემენ დიდ მიწაზე რადიოგრამას, რომ ყავთ მგზავრები და თუ შეძლებენ ავიაციის გამოშვებას, ისინი ნაწილს მაინც აქედან ევაკუაციას ნაწილსაც მოახდენენ და იქედან მოვა დადებითი პასუხი, ოღონდ თქვენ გაამზადეთო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და მართლაც გაამზადებენ ამ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რამდენიმე რეისი გაკეთდება თვითმფრინავით და თვითონ ყინულზე დარჩება მხოლოდ 16 მეზღვაური, რა თქმა უნდა, კაპიტანთან ერთად. ისინი რა გადაწყვეტილება აქვთ მათ, რომ ხო შეიძლება შეიცვალოს თქვათ ამინდი, ბეიჯიმო უცებ გათავისუფლდეს ყინულებიდან და რო არ გაიტაცოს ზღვაში დინებამ, ამოქოქონდა წამოვიდნენ ისეთ ადგილას, ყოველ შემთხვევაში ის ადგილას დააყენონ, რომ ის არ დაიკარგოს. 18 ნოემბერია მზე ჰორიზონტს იქეთ ჩადის და იქ სადაც ბეიჯიმო არის ჩაყინული და იქ სადაც ბანაკი დგას, იმ ადგილებში არქტიკული ღამე ისადგურებს. ხოლო 24 ნოემბერს ბანაკს თავს ატყდება უძლიერესი შტორმი, რომელიც გრძელდება დაახლოებით 4 დღის განმავლობაში. მეზღვაურები ცხვირს ვერ ყოფენ აი სახლებიდან, ჩაგეტილები არიან და 4 დღის თავზე, როდესაც ოდნავ გამოიდარებს, ისინი გამოდიან და პირველი რაც საკეთებენ, რა თქმა უნდა, გაიხედავენ იქეთ, სადაც ბეიჯიმო უნდა იდგეს, მაგრამ უნდა იდგეს, არ დგას. არ დგას მის ადგილას რაღაცა დაზოვებული ესეთი ყინულის გროვებია. წავიდნენ ამ ყინულის გროვებისკენ, აძვრენ ყინულისგან, გაიხედეს, არსად არ არის. იქედან კარგი ხედია, მაგრამ ჰორიზონტზე გემი არ ჩანს და
მათ გადაწყვიტეს რომ უბრალოდ გაიჭყლიდა ამ შტორმის დროს ძალიან დააწვა ყინულები გემს და მოხდა მისი корпуსის დაზიანება და გემი ჩაიძირა. ეხლა თავზემო ძალა არ არის, აბსოლუტურია ხალხი გადარჩენილია და ცოცხალია და რა თქმა უნდა უკვე კაპიტანი გაგზავნის რადიოგრამას რომ გაგვიყვანეთ ჩვენც აქედან, იმიტომ რომ გემი დავკარგეთ, რა ვქნათ. მაგრამ ცოტა ხანში დაახლოებით 2 დღის შემდეგ ცუდი ამინდები დადგება და ამიტომ ავიაცია ვერ ჩამოდის. 2 თუ 3 დღის შემდეგ კვლავ სელაპებზე მონადირე ადგილობრივები გამოჩნდებიან და ამ კაპიტანს ეუბნებიან, თქვენი გემიო, რა ქვია თქვენს გემსო ბეიჩიმო. ხო და ამასინათო იქეთ ვნახეთო 70 კილომეტრით აქედან მოშორებით. 100 სულელეობა მომთხრა რა უნდა არის. არა 100% ეხლა წერა კითხვა ვიციან კაც მოუთხრა და წავიკითხეო ზედო კიჩოზეო აწერიაო ასეთი ფორმის არის ასეთი საკვამური აქვს ეს ისა კიო ეგ არის ნამდვილად და აუ შენ ჯერი მექნებს აგვიყვანო და გაყვებიან ამ მონადირეებს მათ მარხილი აქვს ძაღლებში მული მარხილი და მართლა სადღაცა უკვე 70 კილომეტრის მოშორებით არა მაგრამ 100 კილომეტრის მოშორებით ისინი თავის გემს იპოვიან რომელიც ნაპირთან არის მომდგარი იგი არის ყინულებში კვლავ და აი ყინულები ანათ არის მოტეხილი როგორც ჩანს აი შტორმის დროს და წაუღია დინებას 100 კილომეტრით მოშორებით აი იმ ადგილიდან სადაც ეს ბანაკი იყო. ადიან გემზე რასაც შეძლებენ ბეწვეულს ჩამოიტანენ, იმიტომ რომ ბეწვეული ძალიან ძვირი ღირს დაახლოებით როგორც ვარაუდობდნენ დაახლოებით $500,000 იმ დროინდელი $500,000 ბეწვეული იყო ეს წარმოუდგენელი თანხა დღეს არ ვიცი რამდენია, მაგრამ ათეულობით მილიონი რო არის ეს ფაქტია. ბრუნდებიან უკან თვითონ ბეიჩიმოს ვერათავისუფლებენ და ამიტომ მიატოვებენ მას, რაც არ უნდა გული დაწყდებოდეთ, ეხლა რკინა რა ბოლო და აქედან იწყება ისტორია, რომელსაც ბადალი არ ყავს ნაოსნობის დოკუმენტირებულ, ხალხს უსვამ დოკუმენტირებულ ქრონიკებში. რამდენიმე თვის შემდეგ 1932 წლის გაზაფხულზე ჯერ კიდევ ისევ პაკურ ყინულებში ჩაყინული ბეიჩიმო ტრაპერმა, ანუ ბეწვეულის მომპოვებელმა ოლიმორისმა ნაპირთან ახლოს იპოვა იმ ადგილიდან, სადაც ის ბოლოს ნახეს დაახლოებით 500 კილომეტრით მოშორებით, ანუ აბსოლუტურად სხვა ადგილას, იგი ავიდა გემის ბორტზე, სადაც დაახლოებით იმ დროინდელი $1 მილიონი ბეწვეული იპოვა, ჩამოიტანა, დაუკავშირდა ფუძონის კომპანიას, უთხრა მათ რომ აგერ მაქვს მე თქვენი ბეწვეული, ამიდან მე პრემია მეკუთვნის, არ გპარავთ ხო ხედავთ და წაიღეთ და გემის კოორდინატები არის ესა და ეს. ფუძონის კომპანიამ გადაწყვიტა რომ ორი თვითმფრინავი გაეშვა ამ მიმართულებით მათ დაათვალიერეს გარემო გემი ვერსად იპოვეს, სამაგიეროდ იპოვეს ოლი მორისონი, რომელსაც მართლაც ჰქონდა $1 მილიონ-ზე მეტად ღირებული კიდევ უფრო მეტი ბეწვეული, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბეიჩიმოზე შეიძლება ყოფილიყო. თვითმფრინავებმა გემი ვერ იპოვეს, როგორც გითხარით და უკან გაბრუნდნენ ბეწვეულთან ერთად. ამ ამბიდან 2 თვის თავზე ლესლი მერვინი, აი ოლი მორისონის კოორდინატებიდან დაახლოებით 600 კილომეტრის მოშორებით კვლავ პოულობს ბეიჩიმოს და კვლავ გადასცემს რადიოგრამას ფუძონის კომპანიას. ამჯერად უკვე ივნისია, განთავისუფლებული არის გემი ყინულებისგან, იგი თავისუფლად მოძრაობს, თავისუფლად როგორ დინებას დაყავს აქეთ-იქეთ, დურბინით ათვალიერებს გემს, წარწერას ხედავს ბეიჩიმოს, როგორც გითხარით და ატყობინებს ფუძონის კომპანიას და ფოტოსაც კი უგზავნის გემისას, რომელიც გაზეთებში მოხდება, მაგრამ კომპანიას შეიძლება ითქვას უკვე დაიღალა ამ გემის დევნით, ამიტომ მოკლედ რო ვთქვა, დაიკიდებს ამ სიტუაციას და საბოლოოდ ჩამოწერს გემს თავისი ბალანსიდან, მით უმეტეს რომ ბეიჩიმომ თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულა, მან უდიდესი მოგება მიცა საზღვაო კომპანიას და თუ იგი დაიძირება, დაიძიროს, რა ვქნათ, იმიტომ რომ ისი ვერ დავიჭირეთ ვერანაირად. იმავე 1932 წლის ნოემბერში ბეიჩიმოს ხვდებიან უკვე ინუიტი მონადირეები, სელაპებზე მონადირეები და ისინი ადიან გემბანზე. გემბანზე ადიან თუ არა იწყება კატასტროფული შტორმი.
შტორმი, რომელიც გრძელდება დაახლოებით 10 დღის განმავლობაში და ამ 10 დღის განმავლობაში ეს ინუიტები გამოწყდეულები არიან გემზე, საბედნიეროდ ისინი პოულობენ უამრავ კონსერვებს, რა თქმა უნდა გემზე ისინი მეტნაკლებად დაცულად გრძნობენ თავს, მაგრამ გემი მიდის თავისი ამ დინებით და თვითდინებით საით მიდის კაცმა არ იცის და პარალელურად შემდეგ ინუიტები ყვებიან, უკვე როდესაც ისინი დააღწევენ თავს ამ გემმოჩვენების ტყვეობას, ყვებიან რომ არაუშავდაო ყველაფერსო, სიტყვა ჰქონდაო, საჭმელი ჰქონდა, სასმელი ჰქონდა, იმდენი რომ საწაგვეღო არ ვიცოდითო, მაგრამო კატასტროფა იყო ისო რომ ტრიუმებიდან ჩვენო გვესმოდაო გამუდმებით, ხან ქალის კივილის, ხან ხარხარის, ხან თავზარდამცემი ყვირილის თითქოს ვიღაცას აწამებდნენო, აი ესეთი ხმებიო, რომელიც აშკარათო არამიწიერი იყო და ესო გვაგიჟებდაო ჩვენო და აგერ მეგობარი ყავსო თლად გაგვილოცდაო იქაო, მით უმეტეს კაისასმელი იყო. ამას დააბრალეს მოკლედ. ამ ყველაფერმა და მათ ისე აღწერეს გემის აგებულება, რომ 100%-იანი ისინი იქ არიან ნამყოფები, იმიტომ რომ კაიუტების აღწერილობაც კი ზუსტად გააკეთეს და ეხლა ფოტოაპარატი მათ არ ჰქონდათ რომ გადაეღოთ, მაგრამ აშკარად აი მაჩრდილების ხელში მყოფი ხომალდის ყველანაირი პარამეტრი ზუსტად დაასახელეს და ამ ამბავმა რა თქმა უნდა პრესაში გააჟორნა, გემი აჩრდილისადმი კვლავ გაღვივდა ინტერესი და გემი კვლავ გაქრა. ერთი წელი გავიდა, გემი არ ჩანს არსად და ბოლო ნახვიდან დაახლოებით 14-15 თვე არის გასული და 1200 კილომეტრის მოშორებით, სადაც ის ინუიტებმა ნახეს, ფლაქსმანის კუნძულთან გემი გამოჩნდა, რომელიც ნაპირის პარალელურად მოძრაობს. კუნძულიდან აფრინეს რადიოგრამა, რომ მოდით წაიყვანეთ ეს თქვენი გემი, აგერ არის დადის მშვენიერ ფორმაშია, არაფერი არ ჭირს და როგორც გითხარით, ლუზონის კომპანიამ თქვა, რომ არ გვინდა ჩვენ დაგვანებეთ თავიო. სამაგიეროდ ესეთ მამაცი ავიატორი ქალი ბრძანდებოდა, ასეთი ედნა კრისტოფერსონი, რომელიც დაჯდა თავის ბიპლანზე, ანუ ორფრთიან თვითფრინავზე, გაფრინდა ეს ქალი, წავიდა და უტრიალა თავს იმ ადგილს, სადაც გემი უნდა ყოფილიყო და სადაც ნახეს ის ვითომ ბოლოს ვერაფერი ვერ იპოვა, ამასობაში შემოელია საწვავი თვითფრინავში და თვითფრინავი დასვა რაღაცა ტაიგაში, გაყინული ტბის ზედაპირზე და კიდევ კარგი რომ იგი ადგილობრივებმა იპოვეს, თორე გაიყინებოდა და რა თქმა უნდა დაიღუპებოდა იქ უეჭველ სიკვდილს გადაარჩინეს მათ. იმავე 33 წელს ბეიჩიმო სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა კიდევ ერთ ძალიან უცნაურ ადგილას, ეს გახლავთ ალიასკა. ალიასკა და ბოლო შეხვედრიდან, ესე იგი სადღაც 3-4 თვის განმავლობაში მას გავლილი აქვს უკვე 2300 კილომეტრი წარმოუდგენელი მანძილია. მასზე ადგილობრივი ესკიმოსები ადიან, ასევე ადიან იქ ბიოლოგიური ექსპედიცია ტარდებოდა და გაოცებულები არიან, იმიტომ რომ გემბანი არის აბსოლუტურად მოწესრიგებული, თითქოს ვიღაცამ დაალაგა, თითქოს კაიუტები ვიღაცამ ტვერი გადაწმინდა, ხან ტვერს რა უნდა არქტიკაში, მაგრამ მაინც მოწესრიგებული, ანუ ინუიტებმა რომ იქ 10 დღე არაყისვეს და ვისკი აყოლეს ზემოდან, ამის კვალიც ფაქტიურად თითქოს აშლილია, დალაგებული აშკარად გემი. და უკვე საღამოდება და რომ არ დარჩნენ ამ გემზე, მით უმეტეს მისი მართვა არ იციან, იგი მოძრაობს, ჩამოდის მეორე დღისთვის გადადებენ, მოკლედ ჩამოდის ეს ხალხი გემიდან და რა თქმა უნდა მეორე დილით რო გაიღვიძებენ, სადაა გემი, არ არის გემი. გადის კიდევ დაახლოებით 15-16 თვე და უკვე 1934 წლის ოქტომბერია, როდესაც რიჩარდ ფინი, ეს გახლავთ შოტლანდიელი მეზღვაური, იღებს წერილს ბეიჩიმოდან. თვითონ ფინი არის ბეიჩიმოს ერთ-ერთი ბოლო ეკიპაჟის წევრი, რომელმაც დატოვა ბეიჩიმო და გაფრინდა თავისთან ინგლისში, ბრიტანეთში უпроსორად და იღებს წერილს და წერილი ძალიან უცნაურია, ანუ იგი წერს თავის მშობლებს. ამ წერილს რომ იგი კარგად არის გადასარევად გრძნობს თავს და საიდან მოვიდა ეს წერილი? მოვიდა წერილი ალიასკის, ასე ვთქვათ, დედაქალაქიდან, ენკორიჯიდან და ვინ მიიტანა ეს წერილი იქ? მიიტანა ადგილობრივმა ესკიმოსმა, რომელმაც თქვა, რომ შემდეგ იპოვეს ეს კაცი,
ხო და კითხე საიდან მოხდა ეს წერილი შენს ხელშიო და უთხრა რომ აი ღამეო მეო გემზეო გემი მოვიდაო ჩამოდგაო იქო სადაც მე ნადირობდიო გემიდან ჩამოეშვაო თოკის კიბეო და დამიძახესო რომ ამოდიო თვითონ იმას ვინც მეძახდაო ვერ ხედავდიო მაგრამ ისეთი შვიდი და წყნარი ხმით დამიძახესო რომ ავძვერიო ამ თოკის კიბეზეო ავძვერი თოკის კიბეზე იქო ვერავინ ვერ ვნახეო დავიწყე თვალიერება ჩემ ფარანი მქონდაო და რაღაცა სილუეტები დავინახეო მაგრამ ამ სილუეტებმაო ისეთი შიში მომგვარაო რომ ეგრევე ამ თოკის კიბით ავდექი და დავეშვი ქვემოთო და კი მაგრამ წერილიო გავიდა ამ შეხვედრიდან დაახლოებით 1 თვეო და ის ტანსაცმელი რაც მეცო ის ჩავიცვიოთ უпроსოდ გარეცხოს ვაპირებდიო და წინასწარ შევამოწმეო და ეს წერილი შიგნით ვიპოვე როდის მოხდა ეს წერილი ჩემს ჯიბეში ვინ ჩადო მე რო არ ჩამიდიო ეს ზუსტად ვიციო მოკლედ ესეთი საინტერესო ამბავი მოხდა რომელსაც რა ვიცი ახსნა მანდამაინც არ აქვს ბოლოს გემი 1929 წელს დაინახეს, იგი შორს ჰორიზონტზე მოძრაობდა და იგი ნამდვილად პეიჩიმო იყო, იმიტომ რომ დურბინშიც ნახეს, ფოტოებიც გადაუღეს და სილუეტით აშკარად ეს ჩვენი ყინულჭრელი იყო. 1953 წელია გაგანია ომია და ამბობენ რომ ასეთი ცნობა მოდის რომ გრენლანდიის ნაპირებთან გამოჩნდა ამჯერად გემი და ახ გრენლანდიის ნაპირები იმ დროს 53 წელს საკმაოდ საშიში ადგილი იყო, იმიტომ რომ იქ დაძრწოდნენ გერმანული წყალქვეშა ნავები და ძირავდნენ ყველას და ყველაფერს და ამაზე მე ერთ-ერთ მომავალ ვიდეოში ესაუბრებით ძალიან საინტერესო ისტორიას მოგიყვებით და გაქრა პეიჩიმო მას შემდეგ აღარავის უნახავს. აღარავის უნახავს 1973 წლამდე. 24 წლის წინ გამქრალი გემი გამოჩნდა ბოფორტის ყურეში. და ეს რომ ნამდვილად პეიჩიმო იყო, ეს დადასტურებულია იმით, რომ არის გადაღებული ფოტოები, არის ვიდეო კინოკადრებიც, სამწუხაროდ მე ისინი ვერ ვიპოვე, მაგრამ არსებობს თურმე ასეთი კადრები და იგი ნამდვილად პეიჩიმო არის და თავსთავარი ჩვენურად გამოიყურებოდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ და რა თქმა უნდა გადადეს მისი ნახვა დილისთვის და დილით პეიჩიმო კვლავ გაქრა. და 1979 წელი. ალასკის პატარა დასახლებული პუნქტია ვაინრაითი და მოსახლეობა სანადიროდ არის გასული და შენიშნეს, რა თქმა უნდა, შენიშნეს ჩვენი გემი, რომელიც მათკენ მოეშურება. გემი ნაპირიდან 300 მეტრში ჩერდება, მაშინ რამდენიმე მამაკაცი ჯდება ნავში და მიემართება გემისკენ, მაგრამ როგორც კი უახლოვდებიან მას, გემი ტრიალდება და ჰორიზონტს მიღმა იკარგება. მას შემდეგ პეიჩიმო აღარავის უნახავს, მაგრამ ვინც ის იქნებ ერთშენიერ დღეს ეს ჩრდილოეთის მუდმივი მოხეტიალე კიდევ გამოჩნდეს რომელიმე სანაპიროსთან და ერთხელ და სამუდამოდ გაამხილოს თავისი უკვდავების საიდუმლო. 1872 წელი 13 დეკემბერია და გიბრალტარის პორტში საკმაოდ შელახული ბრიგანტინა შედის, ბრიგანტინა გახლავთ ორანზიანი გემი და იმ დროისთვის ასეთი გემები ჩვეულებრივი მოვლენა, ეს მე-19 საუკუნის მეორე ნახევარია და ისინი ძირითადად გამოიყენება ტვირთის გადასატან გადმოსატანად. ბრიგანტინას როგორც წესი 10 ადამიანამდე უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ კერძოდ ამ ბრიგანტინაზე, რომელიც გიბრალტარის პორტში შედის, მხოლოდ 3 მეზღვაურია. გემს სახელი აწერია, ეს გახლავთ მერი სელესტი. თვითონ მეზღვაურები კი გემ დეიგრაციიდან არიან. ჩვენ რომ გავერკვეთ თუ რაში მდგომარეობს ალბათ ისტორიაში და გემ საზღვაო ისტორიაში ყველაზე იდუმალებით მოცული და ყველაზე ტრაგიკული ბედის მქონე გემის არსი, ამიტომ სულ თავიდან უნდა დავიწყოთ თხრობა. მერი სელესტის ხიფათებით აღსავსე ისტორია იწყება 1860 წელს და იგი ჯოშუა ჯუისთან არის დაკავშირებული. ჯოშუა გახლავთ ახალი შოტლანდიის, კანადის ერთ-ერთი პროვინციის მკვიდრი
და იგი მინას ყურეში მოღვაწეობს, გემთჩენებელია და ზოგადად ამ ადგილებში ძალიან ბევრი გემცაშენია, იმიტომ რომ ნაპირზე ბლომად მოიპოვება ხეტყე, რომელიც გამოსადეგი არის და კარგი და იდეალურიც კი არის გემების ასაშენებლად და პლუს ძალიან ბევრი ყურია, რომელშიც გემები თავისუფლად ცნობენ თავს და მათ შტორმები არ აწუხებთ. ძირითადად შენდება დაბალი წყალწვის გემები, ეს არის რაღაც 80-დან 100 ტონამდე. ეკონომიკა საკმაოდ სწრაფად ვითარდება, ამიტომ იოშუა გადაწყვეტს, რომ ერთ ბრიგანტინას ავაშენებო და ამისთვის იგი შეეკრება და კარგად შეეკრება, ოჯახის წევრიც კი გახდება ადგილობრივი ხეების მეწარმის, რომლებიც სპენსერის კუნძულზე ბინადრობენ და ეს კუნძული ცნობილი არის თავის საუკუნოვანი ფიჭვებით. აი ამ ოჯახს უკავშირდება, ვისიც არის ეს კუნძული, ოჯახის უფროსის ცოლის და მოყავს ცოლად და ფაქტიურად საოჯახო ბიზნესიც იწყება. 1860 წლის სექტემბერში საფუძველი ეყრება ბრიგანტინას, ანუ ორანძიანი გემის, როგორც გითხარით, მშენებლობას და ხის მასალა იმდენად მაღალი ხარისხის არის, რომ მშენებლობა ძალიან სწრაფად მიდის. და ძალიან ეფექტურია მიუხედავად იმისა, რომ მათ არ აქვს სპეციალური დაზგები და რაღაცა, ყველაფერს ხერხით და ნაჯახით აკეთებენ. გემი უკვე 6-7 თვის თავზე იღებს კლასიკურ ფორმას. გემს შემოუწყობენ მარილით გატენილ ტომრებს, რათა მარილმა გამოიტანოს ის ნარჩენი ნესტიც. შემდეგ ჰალიფაქსიდან ჩამოდის უმაღლესი ხარისხის მიტკალი, რომელიც გამოიყენება აფრებისთვის, აფრებსაც გამართავენ, კარგად ლამაზად შეღებავენ გემს და უკვე ფაქტიურად 8 თვის თავზე 1861 წლის 22 აპრილს ულამაზესი გემი სტრაპელებიდან, ანუ აი გემთის სამშენებლო ხარაჯოებიდან წყალში ეშვება და ბრიგანტინას სახელად ამაზონს არქმევენ. ამაზონის სიგრძე არის 33 მეტრი, მისი სიგანე არის 10 მეტრი და წყალწვა 1000 ტონამდე. ეს ძალიან ბევრია. გემი ამ ადგილებისთვის მართლაც უჩვეულოდ და ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. ამიტომ მისმა კაპიტანმა, პირველმა კაპიტანმა რობერტ მაკმილანმა, რომელსაც სხვათა შორის წინადღით ქორწილი ჰქონდა, მან იქორწინა, გემი ლამაზად მორთო და 50 კილომეტრის მოშორებით სხვა პორტისკენ წაიყვანა, სადაც ამაზონი დატვირთეს და იგი უნდა წასულიყო ლონდონისკენ. აქედან იწყება, აი პირველივე რეისიდან იწყება ამაზონთან დაკავშირებული ხიფათები და ტრაგედიები. მაკმილანმა გემზე ასვლისას ცუდად იგრძნო თავი, მაგრამ ეს წინადღით დალეულ ვისკის დააბრალა. შემდეგ გემზე აფრები აშალეს და როდესაც იგი უკვე ატლანტიკის ოკეანეში უნდა გასულიყო, მაკმილანი იმდენად ცუდად გახდა, რომ გემი მოაბრუნეს და მის იმ ქალაქში წაიყვანეს მაკმილანი, სადაც მან იქორწინა და აქ ესეთი სული შემძვრელი სურათი დახვდათ, იმიტომ რომ როდესაც მაკმილანი ჩამოიყვანეს გემიდან, მისკენ გამოიქცა მისი მეუღლე და სწორედ მიუახლოვდა თუ არა მის ახლა დაქორწინებულ ქმარს, მაკმილანი გარდაიცვალა. ასეთი იყო ბრიგანტინას პირველი და საოცრად ტრაგიკული ტვირთი. ახალ კაპიტნად დაინიშნა ჯეკ პარკერი და მას უნდა წაეღო სწორედ ლონდონში ის ტვირთი, რომელიც მაკმილანმა ვერ შეძლო და სანამ ატლანტიკის სივრცეებში გავიდოდა, ამაზონის შევიდა მენის შტატის ერთ-ერთ პატარა საპორტო ქალაქში და აქ აიბურდა მეთევზეების ბადეებში და ამან ისე დააზიანა სავალი ნაწილი, რომ 3 კვირის განმავლობაში გემს დაშირდა რემონტი, ახალ გემს. როგორც იქნა გემმა დაგვიანებით, მაგრამ მაინც ჩააღწია ლონდონამდე, აქედან იგი პორტუგალიისკენ უნდა წასულიყო, ანუ ლონდონში მან გადმოტვირთა სამშენებლო მასალა, დაიტვირთა ახალით და დაიძრა პორტუგალიისკენ და ტემზიდან რომ გამოდიოდა პადეკალეს სრუტეში, იგი ეჯახება ბრიგს, ორანძიან დიდ გემს და ეს გემი, ანუ ის ბრიგი იძირება მიღებული დაზიანებებისგან, იმდენად ძლიერი იყო შეჯახება, თვითონ ბრიგის ეკიპაჟი გადმოდის ამაზონზე, ამაზონს ისინი მიყავს, რა თქმა უნდა,
ლონდონში იწყება გამოძიება და დაადგენენ რომ ამაზონის ბრალი არ არის არც მისი ეკიპაჟის, ამიტომ ჯარიმასაც გადარჩებიან ისინი და დაჭერასაც. იმავე წელს ნოემბერში გემი მარსელში შედის და სწორედ მაშინ დახატა ადგილობრივმა მხატვარმა ეს ნახატი და აქ ჩვენ გვაქვს ამაზონის ნამდვილი რეალური სურათი. მიუხედავად ასეთი ფათერაკებიანი სტარტისა, მომავალ წლებში გემის საქმე საკმაოდ კარგად მიდის. იგი წარმატებით დაცურავს ატლანტის ოკეანეებში, ხმელთაშუა ზღვაში, გადააქვს ტვირთები და საკმაოდ მოგებას აძლევს ჯოშუას. 1886 წელს ყველაფერი ეს მთავრდება და იწყება ამაზონის თავბრუდამხვევი ისტორია. ამაზონმა 1 ნოემბერს დაბადების ადგილიდან ახლოს ბიგ გლეისის ყურეში ჩაუშვა ღუზა. ეს ადგილი გამორჩეული არის იმით, რომ აქ შტორმები ნაკლებად არის, მაგრამ ღამით სერიოზული შტორმი დაიწყო, რაც უჩვეულო იყო ამ ადგილებისთვის და გემი ამოაგდო ნაპირზე. ნაპირზე ამოგდებული გემი დაზიანებულია, რა თქმა უნდა, და ჯოშუა ცდილობს, რომ სადაზღვევო კომპანიას ფული გამოართვას, რომ გემი აღადგინოს და ზარალიც აინაზღაუროს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ახალი წესები არსებობს 1 ნოემბრის შემდეგ სადაზღვევოები გემებს აღარ აზღვევენ, იმიტომ რომ შტორმების სავარაუდო რაოდენობა იზრდება და აქედან გამომდინარე რისკი იზრდება იმისა, რომ სადაზღვევოები უბრალოდ ფულს დაკარგავენ. ამიტომ მოხსნილი აქვს ავტომატურად დაზღვევა ამ გემს. ჯოშუას გემის არემონტო ფული არ აქვს და ამიტომ ამაზონს ყიდის. ყიდულობს ვინმე ალექსანდერ მაკბინი გემს და არემონტებს, მას აქვს მისი გარემონტების ფული და 3 თვის შემდეგ ამაზონი კვლავ გადის ზღვაში და კვლავ შტორმში ხვდება. კვლავ ძალიან ზიანდება, მაგბინს არ აქვს თავი რომ იგი აღადგინოს, ამიტომ ყიდის ვინმე ჯონ ბიტიზე. ბიტიმ გემი გაარემონტა, საკმაოდ დიდი ფული ჩადო მასში, გავიდა თუ არა პირველივე რეისზე ძლიერი შტორმში ხვდება კვლავ გემი და კვლავ ზიანდება და ისე ზიანდება, რომ თითქმის გადასაგდები ხდება, მაგრამ ამჯერად გემს ყიდულობს ვინმე რიჩარდ ჰეინსი $1700, საკმაოდ დიდი თანხაა იმ დროისთვის, მაგრამ არც ისე დიდი. და იგი გადაყავს ნიუ-იორკის პორტში, სადაც მას არემონტებენ, აზრზე მოყავთ და უკვე ამერიკულ გემად არეგისტრირებენ. ჰეინსმა მოკლედ გაარემონტა ეს გემი და სახელი შეუცვალა, იმიტომ რომ ძალიან თარსეავის ამაზონი ეთყობაო და მოდი სახელ შეუცვლი, რა იცოდა. და დაარქვა მას მერი სელესტი. ანუ იგივე ციური მერი. 10 თვის თავზე წამგებიანი ცურვის შემდეგ ჰეინსმა გემი მიყიდა ვინმე ჯონ ვინჩესტერს და თუ რა წამება გადაიტანა ვინჩესტერმა გემის გაფორმებისას, მისი რემონტისას და თავიდან აღჭურვისას, მაგის აღწერა რომ დაიწყო, ძალიან გამიგრძელდება თხრობა, ერთს გეტყვით რომ ძალიან გაწვალდა ვინჩესტერი და საბედისწერო ამ ბრიგანტინამ მან ისე თვალებში ჩააგდო იგი, რომ გადაწყვიტა ნახევარ-ნახევარზე გაეყიდა, ანუ წილში შემოიყვანა ვინმე ბენჯამინ ბრიქსი და საკმაოდ წარმატებული მეზღვაური იყო და ბენჯამინს უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ დაენებებია თავი ცურვისთვის, ხმელეთზე გადასულიყო და ერთადერთი აი ამ პირველ რეისს მე ჩავატარებო კაპიტნის რანგშიო. 1972 წლის შემოდგომაზე ბრიქსს მერი სელესტი უნდა გაეყვანა ნიუ-იორკის პორტიდან და ჩასულიყვნენ იტალიაში, კერძოდ გენუაში და უნდა ჩაეტანა საკმაოდ ძვირფასი თუ ტვირთი, ეს გახლდათ 1701 ცალი კასრი, რომელიც სავსე იყო დისტილირებული 98%-იანი სპირტით. მან თან აიყვანა თავისი მეუღლე და 2 წლის გოგონა სოფია, იმიტომ რომ იტალია არ აქვს ჩემს მეუღლეს ნანახიო და ბარემ ვაჩვენებო. მას უნდა წაიყვანა ასევე 7 წლის ვაჟიც ამ მოგზაურობაში, მაგრამ ვაჟს ფილიპს ჰქონდა სკოლა და სკოლის მესვეურებმა იგი არ გაუშვეს. მოკლედ კაპიტნის ოჯახობის გარდა ბრიგანტინაზე კიდევ ეკიპაჟის 7 წევრია, პირველი თანაშემწე ალბერტ რიჩარდსონი,
და ეკიპაჟის ყველა დანარჩენი წევრი გახლავთ გერმანელი აღმოსავლეთ პრუსიიდან და ყველას ძალიან კარგი რეკომენდაციები აქვს და ყველა ძალიან გამოცდილი მეზღვაურია. როგორც გითხარით, გემის ძირითად ტვირთს წარმოადგენს 98%-იანი სპირტი, რომელიც გადანაწილებული არის 1701 ცალ კასრში. ეს კასრები ტრიუმფშია, რა თქმა უნდა, ჩატვირთული, ალკოჰოლის სხვა შორის ისევე როგორც ნებისმიერი აქროლადი სხვა ნივთიერება ძალიან საშიში ტვირთია. ამიტომ იგი კარგად არის შეფუთული, კარგად არის დამაგრებული და გემი გადის 2 ნოემბერს ნიუ-იორკის ყურიდან და გადის თუ არა ხვდება უძლიერე შტორმში და ხა ბედის და აღარ დაიწყო ბრიქსმა და უკან შეაბრუნა გემი. უკვე 7 ნოემბრის დილით, როდესაც შტორმი ჩადგა, გემი დაიძრა ევროპისკენ. იმ ადგილიდან 2 კილომეტრის მოშორებით იქვე იდგა კიდევ ერთი ბრიგანტინა დეიგრაცია. დეიგრაცია ანუ ღვთისწყალობა თუ ღვთისმოწყალება. წააგავს სელესტის, ისიც ბრიგანტინა, ისიც 2 ანძიანია, გემის კაპიტანი გახლავთ დევიდ მორჰაუზი და დეიგრაცია დატვირთული არის ნავთობით, რომელიც ასევე გიბრალტარის გავლით უნდა წავიდეს იტალიაში. როგორც მორჰაუზის დღიურებიდან ირკვევა, ისინი თითქმის მთელი გზის განმავლობაში ებრძვიან შტორმს. ასევე, რა თქმა უნდა, შტორმს ებრძვის ბრიქსიც, იმიტომ რომ ფაქტურად ერთი გზით მიდიან ორივე. და წარმოგიდგენიათ, ახლა ეს ახალგაზრდა მეუღლე და პატარა ბავშვი რამხელა ტანჯვისთვის გაწირა ამ ადამიანმა, ესე იგი ამ პატარა გემით, მაინც შედარებით პატარა გემი ეს ხო არ არის, რაღაც ფოლადის და რკინის ლაინერი არის, ხისგან ნაშენები გემი, რომელიც აფრებით მოძრაობს. და დეიგრაცია სადღაც დეკემბრის დასაწყისში აზორის კუნძულებს უახლოვდება და 5 დეკემბრის დილა შედარებით მშვიდი ამინდია მორჰაუსი გამოდის გემბანზე და მეზღვაური, რომელიც ანძაზეა ასული, მას ეუბნება, რომ წინ ხომალდი მოჩანსო, ჩვენნაირი ზუსტადო. მოიმარჯვებს მორჰაუსი ბინოკლს შეხედავს გემს, გემი მათკენ მოემართება, საკმაოდ ნელა, ხალხს არ მოეწონება. მორჰაუს აფრების განლაგება, თითქოს ნაწილი მოხსნილია საერთოდ, ნაწილი რაც კიდია არის დაგლეჯილი და დაფლეთილი, არც საჭესთან დგას ვინმე, არც პალუბაზე, გემბანზე დადის ვინმე და აშკარაა, რომ გემს რაღაცა სჭირს და მორჰაუსი ხვდება, რომ სელესტიზე თლათ კარგად ვერაა საქმე და ამ დროს ეს გემი მართლაც სელესტია, იმიტომ რომ იგი კითხულობს მასზე სახელს. გემზე ადის მორჰაუსის 2 თანაშემწე და 2 მეზღვაური, მათ ისინი ათვალიერებენ გემს და ვერავის პოულობენ. აქ იწყება უკვე ტყუილმართალის აჯაფსანდალი, რომელიც უკვე პრესაში ჟონავს და კერძოდ რა, რომ როდესაც მეზღვაურები შედიან კამბუსში, ანუ იქ სადაც იკრიბებიან ხოლმე მეზღვაურები, იქ თითქოს საჭმელი არის გაწყობილი და საჭმელს ოხშივარი აზდის, ანუ თბილია. თითქოს იქვე არის საფერფლე, რომელშიც დევს ჩიბუხი, რომელსაც თამბაქოს კვამლი აზდის. აგვე არის კატა, რომელიც ლამბაქიდან რძეს მიირთმევს და ისეთი სიტუაცია, რომ თითქოს აი ახლახან დატოვა ეკიპაჟმა გემი და გავიდნენ და ახლავე შემოვლდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი სიმართლე შეესაბამება თუ არა არავინ იცის, იმიტომ რომ ისე ვიმეორებ, ტყუილმართალი იმდენად არის არეული და შეზავებული ერთმანეთში მარი სელესტის ისტორიაში, რომ ძალიან ბევრი რამ გაურკვეველია. კაპიტნის 2 თანაშემწის ჩვენების თანახმად ნაწილი აფრებისა იყო დახეული და ძონძებად ეკიდა ანძებზე. ბორტის მარცხენა მხარეს მოგლეჯილი იყო ჯებირი და იგი გემბანზე ეგდო. ტრიუმფში იდგა 1 მეტრამდე წყალი, 1 მეტრამდე წყალის არ არის საგანგაშო და რაღაც კრიტიკული რაოდენობა წყლისა ასეთი ზომის გემებისთვის და მით უმეტეს რომ ტუმბოები გამართულად იდეალურად მუშაობდა და მისი ამოტუმბვა 9 საათში შეიძლებოდა. კაპიტნის და ეკიპაჟის წევრების
კაიუტები არის არეულ-დარეული, რატომღაც მათი ილუმინატორების ფანჯრები არის გაღებული და აქედან გამომდინარე ყველაფერი სველია მათ კაიუტებში, იმიტომ რომ შტორმის დროს რა თქმა უნდა წვიმა შემოასხამდა და თითქოს ისეთი შეხედულება აქვს ყველაფერს, რომ ეკიპაჟმა ძალიან სწრაფად და ქაოტურად დატოვაო გემიო. ანუ რაღაცი შეეშინდა და გაიქცნენ. მათ წაღებული პრინციპში არაფერი არ აქვს ისეთი, რომელიც მათ გამოადგებოდათ აი ეს ნავში, რომელშიც ისინი გადასხდნენ. ნუ ნავი, სამაშველო ნავი, უკვე ხვდებით, რომ არა გემზე არ არის. გემის ჟურნალს პოულობენ დეიგრაციას მეზღვაურები და მასში ბოლო ჩანაწერი არის 24 ნოემბერს გაკეთებული, ანუ პოვნამდე 10 დღით ადრე და საინფორმაციო დაფაზე წერია ესეთი ჩანაწერია, რომ ძლიერი შტორმების შემდეგ ზღვა დამშვიდდა, სელესტადან აზორის კუნძულები გამოჩნდა, რომელსაც ეკიპაჟი ასე ველოდით. ეს არის ბოლო ჩანაწერი. ანუ ისინი უკვე აზორის კუნძულებთან არიან და რაღაცა იმედი აქვთ, რომ მალე თავს შეაფარებენ მათ. საზღვაოსნო კანონი ზოგადად უშვებს იმას, რომ მიტოვებული გემი თუ იპოვა მეორე გემმა და მით უმეტეს თუ იგი გადაარჩინა და პორტში მიიყვანა უსაფრთხოდ, მას კომპენსაციაც ეკუთვნის და აი იმ ბარგის, რომელიც მან გადაარჩინა, იქედან იმის წილი. დეიგრაცია და სელესტი ერთი ზომის იყვნენ, ამიტომ დეიგრაცია მის ბუქსირებას ვერ შეძლებდა და ამის გამო მორჰაუზის თანაშემწეებმა, რომლებმაც გემი დაათვალიერეს, დაარწმუნეს იგი, რომ გემი მშვენიერ ფორმაშია, ცოტა ხელი შევლება უნდა და იგი თავისი სვლით ჩავა ჰიბრალტარამდე, არანაირი პრობლემა არ არის, 600 მილის გავლა ამ გემისთვის, კი არა, უფრო მეტსაც ივლის ისეთ ფორმაშია. ამიტომ სამი მეზღვაური გადავიდა სელესტიზე, დეიგრაცია თავის გზით წავიდა ჰიბრალტარისკენ და მივიდა ჰიბრალტარის პორტში და რამდენიმე საათში მას უკან მოყვა სელესტი. რა თქმა უნდა, გემი დააპატიმრეს, სელესტი მშრალდოქში შეიყვანეს, დაიწყო გამოძიება, აღწერეს მისი ტვირთი, შეისწავლეს დოკუმენტაცია, ყველაფერი გულდასმით შეისწავლეს ხომალდი და რა თქმა უნდა, პარალელურად მორჰაუზი ეჩქარება თავისი ბარგი აქცა გადასატანი ტვირთი და კომპენსაციას ითხოვს. მაგრამ გამომძიებლებს მაინც და მაინც რაღაცა არ ჯერათ იმისა, რომ ასეთ იდეალურ მდგომარეობაში მყოფი გემი ხალხმა დატოვა და 100%-იანი სიკვდილისთვის გადადო თავი. ამიტომ ჩნდება რამდენიმე სამუშაო ვერსია, ერთ-ერთი არის ის, რომ თვითონ გემის თანამფლობელი, როგორც ცნობილია ეს ვინჩესტერი, საკმაოდ ცუდ ფინანსურ მდგომარეობაშია და დაზღვევის აღების მიზნით თითქოს მან დაიქირავა. ნუ ეს ვერსია ერთ-ერთი. დაიქირავა მეკობრეები, რომლებმაც გაძარცვეს გემი და დახოცეს ეკიპაჟის წევრები და შემდეგ უკვე ვინჩესტერს უნდა აეღო დაზღვევა. მეორე ვერსიით ეს არის ის, რომ თვითონ ადგილობრივად მოხდა აჯანყება, მათ დაერიენ ისინი ერთმანეთს და შემდეგ ნაწილი ვინც გადარჩა ამ პატარა ნავში ჩასდა და გაიქცნენ და მესამე ვერსიით არის კიდევ ის, რომ დეიგრაციის ეკიპაჟმა ჩაიდინა საერთოდ ეს სიმხეთზე, ანუ დახოცა სელესტის ეკიპაჟი, რათა შემდეგ დაზღვევა და ესაა. რა თქმა უნდა, არც ერთი ამ ვერსიიდან არ გამართლდა, იმიტომ რომ გემზე არ ჩანს არც ბრძოლის კვალი, არც სისხლი ვერ იპოვეს ვერსად, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სანტიმეტრი დაათვალიერეს. ერთადერთი კაპიტნის ლოგინის ქვეშ იპოვეს დიდი ზომის დაშნა, რომელზეც რაღაც მოწითალო ფერის ლაქები იყო, მაგრამ ლაქები რო შეისწავლეს, შეულებრივი ჟანგი აღმოჩნდა. ნუ რა თქმა უნდა, მეკობრეობის ვარიანტი არ იყო გამორიცხული, მაგრამ თუ მეკობრეები დაესხნენ გემს თავს, რატომ არ წაიღეს უძვირფასესი ტვირთი 1701 ცალი ალკოჰოლით გაზეზილი კასრი და საკმაოდ სოლიდური თანხა, რომელიც პირდაპირ ღია უჯრაში ედო კაპიტანს. რა თქმა უნდა, გაჩნდა ვერსიები, რომ ეს ყველაფერი არის წყალქვეშა ვულკანების და მიწისძვრების ბრალი, რომ რაღაც გიგანტური ურჩხული დაესხა თავს სელესტის, რომ უცხო პლანეტელებმა გაიტაცეს ეკიპაჟის წევრები, ინფრაბგერებს აბრალებდნენ, კარბორბალას, რა ვიცი, 1000 მილიონი ვარიანტი და თეორია გაჩნდა და
ის იყო ცოტა მინელდა ეს აჟიოტაჟი, რომ 1884 წელს გამოჩნდა საგაზეთო წერილი, რომელმაც ეს ინტრიგის ცეცხლი თავიდან დაანთო და წერილის ავტორი ყვებოდა შემდეგს, დააკვირდით ოღონდ. მარია ცელესტაზე იმყოფებოდა ვინმე სეპტიმიუს გიორინგი, რომელიც ვერ იტანდა თეთრ რასას. ამიტომ მან ეკიპაჟის დანარჩენი შავკანიანი წევრები შეკრიბა და თეთრკანიანები დაახოცინა. ამის შემდეგ გემი აფრიკისკენ წაიყვანა, მე მოკლე შინაარსს გიყვებით ამ წერილის. წაიყვანა, მაგრამ ეს განზრახვა ვერ შეასრულა, რატომ? იმიტომ რომ შემთხვევით გადარჩენილი კაპიტანი ტიბსი ფლობდა მაგიურ ამულეტს, რომლის საშუალებითაც მან ამბოხებულები დახოცა, წყალში გადაუძახა და ამ დროს გემი აზორის კუნძულებს უახლოვდებოდა და ამის შესახებ კაპიტანმა დაფაზე დაწერა ამ ისტორიის შესახებ. თვითონ კაპიტანმა ვერ გაუძლო ასე ტრაგედიას და თავი მოიკლა. წერილმა გამოიწვია უზარმაზარი აჟიოტაჟი, ხდებოდა მისი ინტერპრეტირება, რომ ეს ნამდვილი ამბავია და მოკლედ მერი სელესტის ისტორია აი ასე სინამდვილეში ასე განვითარდა, იმიტომ ძალიან კარგად იყო აღწერილი ეს ყველაფერი. აჟიოტაჟმა თავის მხრივ ძალიან დიდი გაკვირვება გამოიწვია წერილის ავტორისა და ავტორი გახლდათ 25 წლის საზღვაო ქირურგი სახელად არტურ კონან დოილი. იგივე სერ არტურ კონან დოილი, შერლოკ ჰოლმსის მშობელი. თუ ყურადღებით მისმენდით, ალბათ შეამჩნიეთ, რომ როდესაც გემის სახელი დავასახელე მე, მას მარია ცელესტე დაუძახე, უბრალოდ მე კი არ დაუძახე. კონან დოილმა დაარქვა მას ასე და არა მერი სელესტი. ასევე გერმანელებისგან იყო შემდგარი, როგორც მოგეხსენებათ, თეთრი ცისფერთვალება კუნქულა გერმანელებისგან ეკიპაჟი და იქ შავკანიანი აფრიკელი საერთოდ არ ყავდათ ეკიპაჟის წევრად. ასევე კაპიტნის გვარი იყო ბრიქსი და არა ტიპსი, როგორც წერილშია ნახსენები და მიუხედავად ამისა, ესეთი უმსჯელო ადამიანებში ძალიან გავრცელდა და ძალიან ფეხი მოიკიდა სწორედ ასეთმა ვერსიამ გემის ეკიპაჟის დაღუპვისა. ზოგადად, როდესაც ადამიანს კრიტიკული აზროვნება გამორთული აქვს ხოლმე, მას რაც არ უნდა არგუმენტები მოუყვანო, რომ ეს ესე არის და არა ისე, მისთვის კედელის დაცერთვის მომენტია. მე სხვათაშორის ამას ტყუილად არ ვამბობ და არ მოგიწოდებთ ხოლმე, რომ კრიტიკული აზროვნება ხშირად ჩართოთ და ყველა სიტუაციაში, იმიტომ რომ მე რომ არ ჩამირთო 1-2 დღის წინ ასეთი აზროვნება, შეიძლება დღეს ძალიან დიდ ზარალში ყოფილიყავი და ვიდეოს ბოლოს მოგიყვებით თუ რა გადამხდა თავს. ახლა ყველაზე რეალური ვერსია განვიხილოთ და როგორც უკვე ვთქვი, გემის ძირითად ტვირთს წარმოადგენდა 98 გრადუსიანი დისტილირებული სპირტი, მართალია მასში იყო გარეული სპეციალური ნივთიერება, რომელიც ისეთი გემოსი და ფერის იყო, რომ მას ადამიანი ვერ დალებდა, შემდეგ უკვე როდესაც მისგან ალკოჰოლის წარმოება უნდათ, ისეთი საკვებად გამოსადეგის ამ ნივთიერებას აცლიან, ეგრეთ წოდებული დენატურატი, ან დენატურირებული სპირტი იყო. ანუ მას ვერ დალებდნენ უბრალოდ ეკიპაჟის წევრები. მაგრამ რაც უნდა დალევა, როდესაც ცივი ნიუ-იორკიდან გამოსული გემი მოხვდა თბილ გარემოში, უკვე აქეთ სამხრეთისკენ არის იგი წამოსული და მოგეხსენებათ, კასრები არ არის ისეთი ჰერმეტული ჭურჭელი, როგორ თქვათ, მინის ან კერამიკის ჭურჭელია, მათ დაიწყეს გაფართოება, ღრიჭოებიდან მოხდა სპირტის ორთქლის გამოსვლა და სპირტის ორთქლის ჩასუნთქვა დაახლოებით იგივე ეფექტს იძლევა, რასაც თქვათ, რო გადაკრათ თქვენ. თქვენ რო ისუნთქოთ სპირტი, შეატყობთ, რომ ცოტა გაგიყვანათ იქეთკენ, სადღეგრძელოს გარეშე. მოკლედ, არ არის გამორიცხული, რომ ეკიპაჟის წევრებს ცუდად ეგრძნოთ საკმაოდ თავი. ეს არა მხოლოდ თქვათ, ეიფორიას იწვევს სპირტის სუნთქვა, არამედ თავის ტკივილებსაც, რა თქმა უნდა, და მანდ მაინც სასიამოვნო არ არის, ხო? და რაც ყველაზე მთავარია, სპირტის ორთქლი თუ იგი დაგროვებულია, საკმარისი არის პატარა ნაპერწკალი, რომ გემი ჰაერში აიტანოს. ამიტომ ჩემის აზრით მოხდა შემდეგი რამ, რატომ იყო ლუკები და კაიუტების ილუმინატორები ღია, რომელსაც როგორც წესი არტოვებენ ხოლმე შტორმის დროს ღიად.
კაპიტანმა ალბათ იგრძნო, რომ დიდი და კრიტიკული რაოდენობით არის დაგროვებული სპირტის აირები ტრიუმფში, ამიტომ მან უბრძანა ყველას, რომ დაეხსნათ ლუკები, ანუ განიავება მომხდარიყო გემის და რათა ამ მომენტში არ მომხდარიყო, აფეთქება და ხალხი არ დაღუპულიყო, ისინი ჩავიდნენ ნავში, ნავი გამოაბეს გემს გრძელი თოკით და უკან გაყვნენ. როგორც მე უკვე გითხარით, ამ დროს შტორმები ძალიან ხშირია ამ ადგილებში და როგორც ჩანს, ამოვარდა ძლიერი ქარი, ის დარჩენილი აფრები, რომლებიც იყო გემზე, დაიბერა, გემი გავარდა წინ და ნავი გაყვა მას, ნავი დიდხანს ვერ გაუძლებდა ასეთ რბოლას, ამიტომ როგორც ჩანს, კაპიტანის მოთხოვნით გადაჭრეს თოკი, ნავი დარჩა მარტო და რა თქმა უნდა იგი გაიწირა სიკვდილისთვის. მოკლედ აქაც მე ვიყენებ ოკამას სამართებლის პრინციპს და ეს პრინციპი გახსოვთ რაც არის ხომ ყველაზე ადვილი ახსნა არის ყველაზე სწორი ახსნა ამა თუ იმ მოვლენის და გართულება არ არის აუცილებელი ყველაფრის. რადგან ტვირთი ხელუხლებლად იყო გადარჩენილი, ვინჩესტერმა ნიუ-იორკიდან ახალი კაპიტანი ჩაიყვანა გიბრალტარში, დეიგრაციას ეკიპაჟს მისცა 20% იმ მოგებისა, რომელიც მან ნახა და მერი სელესტი გენუაში გადაიყვანეს, როგორც იყო თავიდანვე განსაზღვრული. ხომალდი 1873 წელს სექტემბერში ნიუ-იორკში დაბრუნდა და ვინჩესტერმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა, მაგრამ სელესტის უკვე ისე ჰქონდა მკვლელის სახელი გავარდნილი, რომ მას აღარავინ ყიდულობდა. გაანახევრა ფასი ვინჩესტერმა, გაამეოთხედა და როგორც იქნა იმ მეოთხედ ფასად უკვე კარტრაიტის ფირმა მიყიდა გემი, ამის შემდეგ იგი დაცურავდა ვესტ ინდოეთში, საკმაოდ წარმატებულადაც და გადაქონდა ტვირთი აქეთ-იქეთ. გადის 6 წელი და სელესტის კაპიტანი ცუდად ხდება და იღუპება თვითონ გემის ბორტზე. ეს უკვე მესამე კაპიტანია, რომელიც ამ გემზე გარდაიცვალა. ამიტომ სელესტის ფასი კიდევ უფრო ვარდება, იგი უკვე საკმაოდ გაცვეთილი გემია და კაპიკებში ვინმე გროუ იყიდულობს მას. გროუი დააზღვევს გემს $25,000. ეს გემის საფასურის 4-ჯერ გაზრდა. რეალურად გემი ამდენი არ ღირს, კაპიკები ღირს, იმიტომ რომ უკვე დაძველებულია, უკვე სახელიც ცუდი აქვს და ნიშნავს კაპიტანად ვინმე სტენლი მაკმილანს. გახსოვთ ხო, პირველი კაპიტანიც მაკმილანი იყო გვარად, რომელიც ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. გროუმა და მაკმილანმა მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს, რომ ასეთი აფევრა ჩაეტარებინათ. გემი წაეყვანა ცოტა მოშორებით, ესეთი ინტენსიური მოძრაობის ადგილებიდან, კერძოდ ჰავაის კუნძულებისკენ და ხელოვნურად შეეჯახებინათ იგი კლდისთვის, ანუ გაეწირათ სასიკვდილოდ. ასეთი ადგილი აღმოაჩინეს, ეს გახლდათ თერქსის კლდოვანი ნაპირები და სწორედ მისკენ უნდა მიემართა გემი მაკმილანს, რომ მისმა პირველმა თანაშემწემ მუხლებში ჩაუვარდა და უთხრა შეინჭინე ამ თერქსის კლდეებზე ნუ შეაჯახებ, იმიტომ რომ ჩვენს დავიხოცებითო და ამე ესეთი ადგილი მოვზემოთ, რომ ჩვენ გადავრჩეთ და ნუ ამ გემს კიდე ჭირით წაუღიავთ. და სხვა კლდეებისკენ მიმართეს გემი, აუშვეს აფრები, მოკლედ დაუმიზნეს ამ წყალქვეშა რიფებს და მთელი ძალით შეასკნენ, რა თქმა უნდა, ეკიპაჟი მზად იყო ამ შეჯახებისთვის, ისინი უკვე ნავებში იყვნენ გამზადებულები, ჩასაწყდომად ჩასდნენ ნავებში, გადარჩნენ და გემა დაძირვა დაიწყო. თვითონ მეზღვაურებს, რომ საიდუმლო შეენახათ, შეეძლოთ და ასეც მოიქცნენ, თუ კი რამე ძვირფასეულობა იყო გემზე შემორჩენილი, ის ყველაფერი გაიტანეს და ერთადერთი, რაზეც ყველაზე გულდასაწყვეტია, სწორედ ბრიქსის ჟურნალი დარჩა გემზე, რომელიც უგზო-უკვლოდ გაქვრა, რა თქმა უნდა, გემთან ერთად. მაკმილანმა და გროუმა გემის და მისი ტვირთის თანხის ანაზღაურება მოითხოვეს, მაგრამ ზოგადად უნდა იცოდეთ, რომ სადაზღვევო კომპანიებს სერიოზულ სადაზღვევო კომპანიებს ასევე ძალიან სერიოზული გამომძიებლები ყავთ და გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ჯერ ერთი ტვირთი საერთოდ არ იყო ამ გემზე და იყო ნაგვით იყო გავსებული გემი, იმიტომ რომ რაღაც ბალასტი შექმნილი იყო და ესეთი შესახედაობა შექმნილი იყო, რომ მასზე ტვირთია და მეორე რომ გემი მიზანმიმართულად იყო განადგურებული. ასევე მათ ბრალად ედებოდათ, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო განზრახული და
და ეს მე-19 საუკუნის ბოლოა და ყველაფერი ეს სიკვდილით ისჯებოდა, მაგრამ გადარჩნენ მაკმილანი და გროუვი შეფოთზე სიკვდილს და ყველაფრის გაყიდვა მოუწიათ მათ და პარალელურად ძალიან დიდი ჯარიმის გადახდაც. ძალიან საინტერესო ფაქტები იწყება ამის შემდეგ. მერი სელესტი მკვდარია, მაგრამ იგი მაინც იქნებს კულტს. კერძოდ, გემის მფლობელი გროუვი, კაპიტანი მაკმილანი და მისი თანაშემწე, რომლებმაც ასე მიზანმიმართულად მოკლეს მერი სასამართლო პროცესის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში სამივე კვდება. გაურკვეველ ვითარებაში სხვათაშორის. ეს არ არის ბოლო. გამოძიებაში მონაწილეობს 2 გემი, საქსონია და მერი დაგლასი. ორივე გემი იღუპება და ეკიპაჟი, რომლებიც ამ გემებზე არიან, ყველა უკვლებლივ იღუპება გემებთან ერთად. და მესამე 1873 წლის 1 აპრილს ახალი შოტლანდიის ნაპირებთან ზუსტად იმ ადგილას, სადაც მერი სელესტი ააშენეს და სადაც მან პირველად იხილა წყალი, იღუპება გრანდიოზული ზომის თბომავალი იმ პერიოდისთვის ყველაზე დიდი გემი ატლანტიკი. იგი ეკუთვნის ძალიან სერიოზულ ფირმას White Star Lines, ძლიერი შტორმი ვარდება სრულიად მოულოდნელად, როდესაც იგი გადის სრუტეს და ეჯახება კლდეებს. გემი იწყებს დაძირვას, უამრავი მგზავრი არის გემზე და ჰალიფაქსის მოსახლეობა ამ საშინელ ტრაგედიას გარედან უყურებს, მაგრამ არიან მეთევზეები, რომლებიც ნავებით გადიან ამ შტორმში და ეხმარებიან ადამიანებს გადარჩენაში. ამ არნახული კატასტროფის გამოწვევი ჯერაც აუხსნელი საიდუმლო შესახებ მე აუცილებლად მოგითხრობთ მომავალში, მით უმეტეს რომ მსგავსი მსხვერპლი მხოლოდ შემდეგ ტიტანიკმა აჯობა მსხვერპლის რაოდენობით აი ატლანტიკის და ასეა თუ ისე სელესტი და ბეიჩიმო ალბათ ერთადერთი ესე დოკუმენტირებულად და რეალურად არსებული ხომალდი აჩრდილები არიან, რომლებთანაც დაკავშირებული არის ძალიან ბევრი იდუმალი მომენტი. მომფრინავი ჰოლანდიელი უფრო ლეგენდის ტიპის არის, მაგრამ ისიც მათთან ერთად ქმნის ასეთ ორეოლს, რომელიც ზოგადად ოკეანეებს და საზღვაო მოგზაურობებს ახლავს, ასე ფიქრობდნენ ადრე, ასე ფიქრობენ ახლა და ასე იფიქრებენ მომავალშიც. ყოველ შემთხვევაში ისინი მაინც ვისთვისაც ზღვა და ოკეანეები ძალიან ახლო და ესეთ სიყვარულის თემაა. ხო, მე შეგვიძლია რომ ისტორიას მოგიყვებოდით, რომ მოკლედ თქვენ იცით რომ მე სპონსორი არ მყავს და დღემდე ვეძებ, ამიტომ როდესაც მომწერეს რომ არხის სპონსორობა უნდოდათ, რა თქმა უნდა მე ძალიან გამიხარდა, დაუკავშირდი ამ ხალხს და როდესაც ჩავრთე WhatsApp-ზე ვიდეოკამერა, მათ ვიდეოკამერით არის სურვილს ჩემთან საუბარი, გამურთეს კამერა, შემდეგ რაღაც გამომიგზავნეს ხელშეკრულებასავით, რომელსაც ალბათ მე-5 მე-6 კლასელი ბავშვიც არ დაწერდა რაღაც მსგავსი ის, მაგრამ ერთადერთი სერიული ნომერი კი არა, საკადასტრო კოდი იყო სწორად მოცემული, ამ საკადასტრო კოდით მე ვიპოვე ეს ფირმა, აბსოლუტურად სხვა სახელი ქვია, ვიდრე მე მითხრეს და ქვია სახელად შპლს კრედიტი და ჩემთვის ნათქვამი ჰქონდათ, რომ ფირმას აბსოლუტურად სხვა სახელი ქვია და კიდევ ერთი მომენტი იყო, სოფელი სტალინის უბანი ყოფილა ასეთი ქობულეთში და იქიდან არის ეს ფირმა. მე ხა სახელს და გვარს არ ვასახელებ, აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენი სახელმწიფო მაინც სხვა რაღაცებით არის დაკავებული და მსგავსი აფერისტობები და კოლ-ცენტრები და ეს მე მგონი წახალისებულიც კი არის ჩვენს ქვეყანაში. ყოველ შემთხვევაში ამ ხალხმა მომთხოვა პირადობის ფერადი ასლი ჩემი ხელმოწერის ნიმუში და ასე შემდეგ და მოკლედ მე უცებ მივხვდი რომ ეს არის რაღაც ჯგუფი აფერისტებისა, რომლებიც შემდეგ უკვე ჩემი სახელით შეძლებდნენ და ჩემი პირადობის მოწმობით შეძლებდნენ კრედიტის გამოტანას და მე ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში კრედიტი არ ამიღია, დავრჩებოდი ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, რომ ყოველთვის ნუენდობით ხოლმე ნდობა, რა თქმა უნდა, გადასარევი თვისება არის ადამიანის და უნდა ვენდოთ ჩვენ ადამიანებს, მაგრამ სამწუხაროდ ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, რომ აი ეს ინტერნეტ
აფერისტობები, განსაკუთრებით და თაღლითობები ძალიან არის გავრცელებული და ის უკანასკნელი სარჩო-საბადებელიც რომ არ დაკარგოთ, თხილად იყავით, ჩართეთ კრიტიკული აზროვნება, ყოველთვის 1000-ჯერ გადაამოწმეთ ინფორმაცია, რომელიც თქვენს ფინანსებს ეხება. თუ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, დასვით მოწონების ნიშანი, დაწერეთ კომენტარები, გადააზიარეთ ვიდეო სოციალურ ქსელებში, თუ რამდენიმე ლარით დაეხმარებით არხს, მე მადლობელი დაგრჩებით. ამით მინდა დაგემშვიდობოთ, შვიდი შტორმებისგან, ქარიშხლებისგან და აფერისტებისგან თავისუფალი და ლამაზი კვირა მინდა გისურვოთ, ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს. არ გადართოთ, დარჩით ხაზზე. ნახვამდის.